ოლე, ოლა, ქოცების დედის ქართულ კრიტიკულ მედიას მინდა მივმართო. რატომ შეგვიკიკინეთ ვინმე ბაჩიაშვილი? ზეთ უნახავი არა მიშა, რაპუნცელი ხარ და თმა გადმოგვიგდე ვივამედიდან. მოგესალმებით, მე თორნიკე ვარ, ეს კვირის გადახვევაა და გასული კვირის რეზონანსულ სიახლეებს თქვენთან ერთად შევაჯამებ. კვირა ოსკარების ცერემონიით გაიხსნა და გიორგი აბაშიშვილმაც იმედის ეთერში ასეთი რამ თქვა. ისე აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში რომ ოსკარების ნაწილი იყოს საქართველოს კონკურენტი, ალბათ რთულად თუ მოიძებნებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვაუ, გიო, ბენხურმა რამდენი ოსკარი აიღო ისე? ერთი შენთვისაც მოეცად, ვისე ნაკლებად ასრულებ მონის როლს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის 2 წლისთავისთვის ასეთი რამ თქვა ევროპელებზე. დასავლეთში ჯერ კიდევ რჩება ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც უფრო მეტად ომის პარტიას წარმოადგენენო. დიმიტრი, ძველი საქაღალდე ხო არ მოგაწოდეს შემთხვევით, მაგას უკვე Deep State-ს ვეძახით ჩვენები. რას ტრამპი მოვიდა. ომის წლისთავზე უკრაინას სოლიდარობა ვინ აღარ გამოუცხადა. დენირომ, ვიგო მორტენსენმა, Imagine Dragons ბიჭებმა და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან შორს გაუდგამს ფესვები Deep State-ს. ამასობაში მედია ცენზურის კანონი შემოაგორეს ქოცებმა და ამ თემაზე საუბრისას ვინმე თორნიკე ჭეიშვილმა ასეთი რამ თქვა. ეს ვერანაირად ვერ იქნება ცენზურა, რადგან ჩვენ უბრალოდ გვინდა დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. თორნიკე, შეგვეშვით რა, გეხვეწები, მადლობა. არ გვინდა თქვენი დახმარება. დეზინფორმაცია გვინდა, ხო შეიძლება? სიცრუეში მინდა ცხოვრება სიმო. რომ მოდუნება მინდა, ზაო, პატარა, აი, მე ვიტყო, მინდა საკუთარი თავი სიმო, რომ მოდუნდე იგი მინდა. ამ კვირაში ტელეეკრანებთან კახა კალაძეც გამოჩნდა და ასეთი რამ თქვა. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერა თვითმმართველობის არჩევნები და გამოვიდნენ, ერთი ვნახოთ რა შედეგს დადებენო. მიუმართავ კალაძეს. თუ რამის თავი გაქვს, გამოდით, აგერ მე და ჩემი გუნდი ვართ და გეთამაშებით ფეხბურთს 5-5-ზე. ოღონდ მსაჯი ჩვენიანი იქნება. ვინმე გოდუაძემ მედიის კანონთან დაკავშირებით ასეთი რამ განაცხადა. აქ ყველაფერი ბრიტანულიაო. კი, თანხვდებით ამაზე. ოღონდ აი ერთი პატარა ნიუანსია. მიმღებები და აღმასრულებლები არიან რუსები. სამშობლოს ღალატის მუხლი ემატება საქართველოს კანონმდებლობას. შვენიერია. სამშობლოს მოღალატეები უნდა ისხდნენ ციხეში. ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე. ეს მოღალატეები რატომ იღებენ თვითონვე ამ კანონს? ქართულ კრიტიკულ მედიას მინდა მივმართო. რატომ შეგვიკიკინეთ ვინმე ბაჩიაშვილით? ჯერ დაიწყო იმით, რომ ბაჩიაშვილი ბიძინას გამოექცა და ახლა ყველაფერს იტყვისო. გამოვიდა ნოდარ მელაძესთან და აი ესეთი მკრთალი შუქის ფონზე დრამატული სახით მოგვიყვა, რომ ბიძინას ფული უყვარს ხალხო. კაი, კაცო. მერე სასამართლოები გაშუქდა თითოეული მოწმის ჩვენებით და ამბებით და აქედანაც გავიგეთ, რომ ბიძინა ტყუილებს ამბობდა. კაი, კაცო. ახლა ქვეყნიდან გაიქცა და გვეუბნება, რომ სისტემის ხრელები გამოიყენა. კაი, კაცო. და საბოლოო ჯამში რა მოგცა მთელმა ამ საგამ? რატომ შეგვიბაჩიაშვილეთ დილა საღამოს? ბაჩიაშვილი სტუდიაში, ბაჩიაშვილი აქციაზე, ბაჩიაშვილი სასამართლოში, ბაჩიაშვილი ნიორწყალში. გოგონები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლებოდნენ ხოლმე სცემეს. ამაზე ქოცებს ჯერ ისეთი არაფერი უთქვამთ, მაგრამ მაგარი მესეჯ ბოქსი მაქვს მომზადებული, აი, მამუკა მდინარაძის სტილში, ნახეთ. კაცმა არ იცის, ვინ ან რატომ სცემა ეგენი. იქნებ ვინმე ჩაი უნდოდა და ამათ ყავა დაუსხეს. ან იქნებ ვინმეს დიაბეტი ჰქონდა და ამათ შაქარი ჩაუყარეს. ან იქნებ მოკლე გაბაეცვათ საერთოდ, რას დაეთრევიან ამ აქციებზე ყოველ დღე. ეგენი თუ პატიოსანი ქალები არიან, პატრონი არ ყავ ეს ტროლების მესეჯ ბოქსი ვინაურიე თამაში. სოფო ბედიას ქმარი მუსიკოს დავით გაბუნიას დაესხა თავს. როგორ თუ ოლე ოლა იმღერეო. მე არ ვიცოდი საერთოდ ვინ იყო ეს სოფო ბედიას ქმარი და დავგუგლე. Google-ში პირველი სტატია რაც ვარდება არის ეს. ამბები ჯი. სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინაო. ხო და ეს კაცი აბა ოლეოლას გაგიტარებდათ ბიჭო? იგივე სიმღერა იმღერეს პოლიტპატიმრების პროცესისას სასამართლოში მათმა გულშემატკივრებმა. ხო მართლა ვინც არ დადიხართ აქციებზე და ვერ ხვდებით საერთოდ რა სიმღერაზეა ლაპარაკი, გეტყვით, რო იცოდეთ მაინც. ტექსტი არის ასეთი. ოლე, ოლა, ქოცების დედის
თქვენი დედის დროა. ამ კვირას ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ევროპაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს და ევროპელებს მიაწოდეს ინფორმაცია იმაზე, რის შესახებადაც მათ აშკარად უკვე ყველაფერი იციან. ხო და ასეთი კითხვა მიჩნდება, მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ოპოზიციონერ ფეისებს 900 იქით ევროპაში ჩასვლა უფრო მოსწონთ, ვიდრე აქვე რეგიონებში. გულახდილად გეტყვით, ძალიან მეზარებოდა ამ გადაცემის ფარგლებში რუბრიკების კეთება, მაგრამ აი ლადო ბოჟაძე იმდენს იზამს, რომ გავუკეთებ პერსონალურ რუბრიკას ბოჟაძის ბოჟიალები. ქართული ოცნების პარლამენტის წევრმა ამჯერად ასეთი რამ თქვა. არ ამგონია ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე ბრაზდებოდეს. ასეთი ადამიანია, არავისზე არ ბრაზდებაო. აი, ხომ რაღაცნაირად სასაცილო ჟღერს ეს ამბავი, მაგრამ შეიძლება არც იყოს ტყუილი, კაცო. არსებობს ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ყოველგვარი ნერვის ატოკებისა და გაბრაზების გარშემო სცემენ, ასახიჩრებენ, ან სულდაც კლავენ ადამიანებს. აი, Netflix-ის სერიალია, სხვათა შორის ძალიან კარგი Mindhunters, ესე ქვია და შეგიძლიათ უყუროთ. კათოლიკური დიდი მარხვის პირველ დღეს მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ნახშირით მიხატული ჯვრით გამოჩნდა. ხოცები ელოდებიან ახლა მათ მხარეს დაიჭერს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია. თუ მათი მხარე დაიჭირა, იტყვიან აი ნამდვილი ტრადიციების და ქრისტიანობის დამცველი ადმინისტრაციაო. ჯვარი დაიხატეს შუბლზეო. თუ ჯო ვილსონის ნარატივი გააგრძელეს და ხოცების ქმედებებს თავისი სახელი დაარქვეს, მერე იტყვიან აი სატანისტები ნაცრით დაუხატავთ ჯვარის სხეულზეო. კაია. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის, ანუ KGB-ს ყოფილი თანამშრომელი 1999-95 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული იგორ გიორგაძე თავის პოდკასტში ასეთ რამეებს საუბრობს თურმე. საქართველო რუსეთის მოკავშირე უნდა გახდესო. იგორ, ძალიან ჩამორჩი მე მგონი შენ მოვლენებს. ვართ უკვე რუსეთის მოკავშირე. ამ თემების შესახებ მან საკუთარ YouTube არხზე გამოქვეყნებულ გადაცემაში ისაუბრა. ძია იგორ, ეს YouTube რო იცოდე, მაინც CIA-ის პლატფორმაა. ანუ კონტაქტ.ru-ზე გადადი შენ. ასევე ილაპარაკა, რა კარგი იყო გეორგიევსკის ტრაქტატი. რა კარგია, რომ ნატოსა და ევროპას საქართველოს ხელისუფლებამ უგანა. ასევე აფხაზეთში და რუსეთში რაც მოხდა, ქართველების ბრალი იყო. მოკლედ, ეს იგორ გიორგაძე ქოცია თუ რუსი ვერ გაიგებ. რუს დედებს, რომლებსაც ომში შვილები დაიღუპათ, ხორცსაკეპი მანქანები აჩუქეს. ციტატა დედის. დიდი მადლობა ერთიან რუსეთს. საჩუქრისთვის, ლამაზი თაიგულისთვის, ხორცსაკეპი მაჩუქეს, რაც პრინციპში მჭირდებოდაო. მე მინდა მეყიდა და დროულად ვერ მოვახერხეო. ამბობს ვიდეოში უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცის დედა. აქ მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ რა ვიცი, აბა რა ვთქვა. ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალას, მალის და კიდევ არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა. რა ვიცი, უღიარებიათ ამის პრეზიდენტობა და ეგა კამბოჯა გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა და აი ასეთი რამ თქვა. 4 წელია გამოკეტილი ვარ ციხეში და მზე არ მინახავს კაცო, ამიტომ მზე თუ ნახავი ვარო. მზე თუ ნახავი არა, მიშა, რაპუნცელი ხარ და თმა გადმოგვიგდე ვივამედიდა. ერთი მზე თუ ნახავიდან მეორეზე გადავიდეთ. დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება გააკეთა. ისევ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომ რუსეთმა ფრონტზე ძალიან არ დაჩაგროსო. წასულია თქვენი საქმე ხოცებო. მე მგონი ვერ ამარცხებს ეს კაცი Deep State-ს და ეგ არის. კვირის გადახვევის დასასრულს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც როგორც მინიმუმ, აი სულ მინიმუმ არც ოჯახში და არც აქციებზე არ ძალადობენ ქალებზე. მომავალ შეხვედრამდე.